უნდა გაგიმხილოთ, რომ მე მაქვს ერთი ნაკლი მინუსი. ვერ ვიმახსოვრებ, აი მართლა ვერ ვიმახსოვრებ, არა იმიტომ რომ ამნეზია მაგარი არაფერი მსგავსი არ მჭირს, მაგრამ ვერ ვიმახსოვრებ ხშირ შემთხვევაში რა საკვირველია საქართველოს ხელისუფლებად წოდებული ბანდის ცალკეული წარმომადგენლების გვარსახელებს. ვერაფრით ვერ ვიმახსოვრებ. და სულ ყველა მგონია ბევრის გვარსახელს ვერ ვიმახსოვრებ, სულ ყველა მგონია ერთი სახე რო აქვთ, ერთ სახა ადამიანები. ყოველგვარი რაღაც განმასხვავებელი, არც ერთი განმასხვავებელი მეორისაგან მათ არ აქვს. მე რო ფანქარი მქონდეს, უფრო კარგად ავხსნი ახლა. მე რო ფანქარი მქონდეს და კალმით კი არა ფანქრით ვხატავდე და ვხატოთ თვალების, ცხვირის, პირის და თუგნებავ თმების და თვალში ვარსკვლავებიც. აი წარმოიდგინეთ, რომ ეს არის საქართველოს დეპუტატად წოდებული ვინმე, რომელსაც ვერ ვიმახსოვრებ. და წარმოიდგინეთ, რომ ეს არის ფანქრით დახატული და მე საშლელი რომ გადაუსვა ესე სახელდახელოდ და საგულდაგულოდ. და დარჩება რაღაც კონტურები და ეს კონტურები რომ დარჩება, ხო ვერ იდენტიფიცირებას ხო ვერ მოახდენ რომელიმე ერთის. აი ამგვარი სახე საშლელით პირი მგონია ბევრი. ამ ცოტა ხნის წინ სკროლვისას მე შემომხვდა, ეხა გაჩვენებთ და მგონი არ გამექცევა. ამგვარი სახე ერთი ამგვარი პირისა. აი ეს ახალგაზრდა კაცი. მე მინახავს ეს ახალგაზრდა კაცი ტელეეთერებიდან გომოძრავს ხოლმე მის მომხრეებს, ქართული ოცნების მომხრეებს მოძღვრავს. მაგრამ რომ მკითხოთ, რომ გეკითხათ ჩემთვის, რა გვარია ეს კაციო, შეიძლება მეთქოს იკინჭილაშვილი ან მახარაძე, ან ავიცი, ორჯონიკიძე შეფასება იქნებოდა ცხადია და ალბათ მახარაძეს. ფილიპე მახარაძეს ვიგურიცხებდი და სერგო ორჯონიკიძეს, მაგრამ აი ვერაფრით და ვერას დიდებით ვერ გამახსენდებოდა მისი გვარსახელი, ვერც გვარი და ვერც სახელი. მაგრამ რაღაცა ესეთი ფორმულასაა გამოტანილი, ეგრეთ წოდებული ქარდი და ქარდის პირველივე სიტყვა არის მახაშვილი ხოშტარიაზე. და შესაბამისად მივხვდი რა დიდი მიხვედრა ამას უნდა რომ ამ კაცის გვარი არის მახაშვილი, მე უკვე უშუალოდ ტექსტში შევიჭყიტე და აღმოვაჩინე რომ მას ქვია ლევან მახაშვილი. გარწმუნებთ რომ ხვალ არ მემახსოვრება. არ მამახსოვრდება. მახაშვილებმა ზოგადად უნდა მომიტევოთ რომ მათი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი, სხვა ვინმე არ მახსენდება მახაშვილებიდან, არ გამახსენდება არც მომავალში. მოკლედ ამ ჩემთვის უცნობ და საძაგელ ჭყალებში ვინმე ლევან მახაშვილს ხოშტარია ელენეზე უთქვამს. მისგან ვერც შუშანიკს გამოძერწავენ შუშანიკს და ვერც თინათინს რამდენი შვილიც არ უნდა ჰყავდეს. ეს როგორც ჩანს ერთობლივი მესიჯ ბოქსია. რაღა ელენე 4 შვილის დედაა და ბევრი, მათ შორის მეც ვქვი და ბევრი წერს რომ 4 შვილის დედაა, როგორ არ დაინდეთ ეს ბავშვები ამგვარ მდგომარეობაში დატოვეთ. დედა ცალკეა, საპატიმროშია, წელიწად ნახევრით დაპატიმრებულია, ისიც ის ვისაც დაპატიმრებული. გაგახსენებთ რომ საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის ჭყალებში კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია 1 წლით და 6 თვით გაუშვეს საპატიმროში. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვინმე გიორგი არევაძე, ბანდის კლანი ბანდის წევრი. ეს გიორგი არევაძე მან გამოუტანა ელენე ხოშტარიას. ხო და ეს მახაშვილი, რომელსაც საშლელი წაშლილი ისეთი სახე აქვს და არ შეურაცხყოფ მაინც და მაინც უბრალოდ ჩემს აღქმებს გადმოგცემთ. ამბობს რომ მისგანო ელენე ხოშტარიასგანო ვერც შუშანიკს გამოძერწავენო და ვერც თინათინსო ვასილ მაღლაფერიძე. გია მურღულია და ოკეი იყოს ლევან გიგინეიშვილის გავასწამოთ. სამი ის პირია, რომლებიც საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება ქართულ ოცნებას უჭერენ და მხარს და თავგადაკლული მომხრეები არიან. რომ გადართავ რომელიმე სამთავრობო არხზე, ხო, 2 დღეში ერთხელ რომელიმე ერთ მათგანს მაინც აღმოვაჩენ. ვასიკომაც, გია მურღულიამაც და ლევან გიგინეიშვილმაც. ლევან გიგინეიშვილმა უკეთეს ის მაგალითად ვაჟა-ფშავე და რამდენადაც მე ხვდები და ვიცი, ვიდრე ასე მაგალითად შუშანიკის წამება, მაგრამ მახაშვილზე უკეთ ყოველმა მეორე ვიგინდა რამიც ვინ გინდა რამ იცის ქართული ოცნებიდან. სამივე მათგანს მე ვასიკო მაღლაფერიძესაც, გია მურღულიასაც და ლევან გიგინეიშვილსაც ვთხოვ, ან მოვუწოდებ, რომ
ბატონი მახაშვილი, რა ქვია, ლევანი გაავარჯიშონ, წაავარჯიშონ, მაგალითად 1 ან 2 ან 3 თვის განმავლობაში. მანძილზე ასე მაგალითად შუშანიკის წამებაში, ან ვეფხის ტყაოსანში და 3 თვის შემდეგ ის მათთანვე, რომელიმე მათგანთან, ოღონდ რაღაც საჯარო იყოს, შეეძლებს დაგვარად ეს, რასაკვირველია, გაიაროს გამოცდა და ჩააბაროს რომელიმე მათგანს მათ მიერვე ნასწავლი, მისთვის ნასწავლი შუშანიკის წამება ან ვეფხის ტყაოსანი. მინდა დაგარწმუნოთ, რომ არა თუ მახაშვილი, არამედ საქართველოს პარლამენტად წოდებული თავყრილობის ქართული ოცნების დეპუტატი და 80% ვერ ჩააბარებს ვერც ამ თავითვე და ვერც მომავალში ამგვარ გამოცდას, მით უფრო ვეფხის ტყაოსანს, თორე იყო მერვე საწელსა სპარსაზე და კარად სამეფოდ წარემართა ვარსქენ პიტიახში, ეს შეიძლება კარგად თქვას 20%-მა უკვე ამ თავითვე და მომავალშიც. მაგალითად ლადო კახაძემ შეიძლება იცის 2 რამ ჯოჯიკი ვინ იყო, მაგალითად ჯოჯიკი ვინ იყო, მახაშვილს ალბათ ვერ დაამახსოვრებინებს სამთვიანი წვრთნის შემდეგაც. კი, შეურაცხყოფას არ ვაყენებ, კვლავ გეუბნებით, ეს ჩემი აღქმებია ამგვარი დაბალი ინტელექტის პირებზე, შერჩეულებზე ბიზინა ივანიშვილის მიერ. ბიზინა ივანიშვილმა ასეთი უკულტუროები, ასეთი ჭორვილური ინტელექტის აქაც არ შეურაცხყოფა ის და მაინც სოფელ ჭორბილას ან ამ სოფლის მაცხოვრებლებს არა, მაგრამ აქ ლაპარაკია გაპროვინციულობაზე, აქ ლაპარაკია დაბიურობაზე, გასოფლელობაზე, მთელი ქვეყნის ამგვარი ტიპები შეარჩია ჩემი ხმარწმენით. შეგდებოდათ ამგვარ რამეს რო ამბობ, უკვე ხარ კატასტროფული ინტელექტის, ემოციური ინტელექტის პირველ ყოვლისა და ასევე უფრო ზუსტი იყო პატრონ-ბატონი კაცი. მახაშვილი ლევანს აქ იგითხარით რომ ვერ ვიმახსოვრებ, მაგრამ მასზე ცნობილები ხო არიან და მაგალითად თეატრულუკიანის გვარსახელი ცხადია ვიცი, თეატრულუკიანს არა მარტო ვიცი მის სახელი და გვარი, არამედ ვიცნობ კიდე სოზარ სუბარისა, რომელმაც ხოშვის არ იცის ცუდად ქართული ლიტერატურა. მისი გვარსახელი ვიცი, ვიცნობ კიდე სოზარ სუბარს, სხვებს და სხვებს აღმასრულებელი ხელისუფლებიდანაც და ეგრეთ წოდებული საკანონმდებლო ხელისუფლებიდანაც ერთის და მეორის ბანდა როა კეიცით. ასევე მეცხადია ვიცი მახაშვილზე 297,874 ჯერ პოპულარული, მათ შორის როგორც ფეხბურთელი, მახაშვილს ფეხბურთი უთამაში ეთქვა არა, ვიცი, მოკლედ ფეხბურთელობისა და გამო პოპულარული კახა კალაძე, ასევე ჭორბილის ან ბიზინა ივანიშვილის ინტელექტის პატრონი კაცი, რომელსაც სკროლვისას აღმოვაჩინე და მას უთქვამს, ეტყვით ახლა რა, ხოშტარიას 4 შვილზე, ელენე ხოშტარიას, ცოტა ადრე უნდა ეფიქრა, მერე უკვე ლინკია, თუ გდებავთ გავხსნათ, იმიტომ რომ მე უკვე შიგნით აღარ შემიჭყიდავს. თბილისის მერი კახა კალაძე, ამას ახსენებს პირველი, ბევრგან სხვაგანაც იქნება. თბილისის მერი კახა კალაძე, რომლის საარჩევნო ბანერზე ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო დროას ლიდერი ელენე ხოშტარიას ციხეში გაუშვეს, ქალი პოლიტიკოსისათვის გამოტანილ განაჩენზე პირველი კომენტარი სწორედაც რომ კახა კალაძემ გააკეთა. ხოშტარიას 4 შვილზე ცოტა ადრე უნდა ეფიქრა, თქვა პირველის უთხრა, კარგი იქნება თუ კარგად დაწერე ხოლმე, კარგი, ასე თქვა პირველის ჟურნალისტის კითხვის პასუხად კალაძემ, რომელიც თავად 4 შვილის მამა ყოფილა. ქართული ოცნების ლიდერის განცხადებით, ხოშტარია პასუხისმგებელია თავის ქმედებაზე. ეს არ იყო უბრალოდ ბანერის ან ფოტოს დაზიანება, ეს იყო საარჩევნო პერიოდში კამპანიისათვის ხელის შეშლა და ასე რომს იყოს რამე. ანუ წელიწად ნახევარი შეიძლება გაუშვა ადამიანი 4 შვილის დედა იქნება 17-ის თუ 217-ის, მნიშვნელობა არა, ადამიანი დედა მშობელი. შეიძლება გაუშვა თუნდაც იმ შემთხვევაში თუ საარჩევნო პერიოდში კამპანიისათვის ხელს შეუშლი, კამპანიის წარმოებისათვის ოპონენტს, უბრალოდ ბანდიტს, კარგი. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მოწოდება იყო გაკეთებული, თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ ფაქტს, როცა ჩვენ პოლიტიკოსები რომელიმე პოლიტიკური პარტიის ოფისთან მივსულიყავით, დაგვერბია შეურაცხყოფა, მიგვეყენებინა მათთვის და მათი პლაკატები, ბანერები დაგვეზიანებინა.
დაზიანება მართლა რამის დახევა ხო არ არის ესო ხედატიანი ადამიანების ადამიანებზე ფსიქოლოგიური ზალადობა ის თვალსაჩინოება ზეწოლაზალადობის თვალსაჩინოება არის ის რაც ამ ბანდა ხელისუფლებამ ქართულმა ოცნებამ წლების წინ და წლების განმავლობაში ორჯერ თუ სამჯერ იკადრა მაგალითად როდესაც ბანერი გაყეს შუაზე და აქეთ აყვავებული არადანგრეული საქართველოს ეკლესია მონასტრები გამოიტანეს და აქეთ გამოიტანეს დანგრეული მართლაც დანგრეული უკრაინაში არსებული ეკლესია მონასტრები და ამით შეადარეს ერთმანეთს ესეც ხო ფსიქოლოგიური ზეწოლაა ბანერის ჩამოხევაზე თუ უკაცრავად ბანერისათვის ფლომასტერით რამის დაწერაზე ბევრად უარესია ის რაც იკადრა მაშინ ხელისუფლება ან მეორე პლაკატი იგეხსოვებათ მახსოვს სისხლიანი 9 წელი თუ არ ვცდები თუ რაღაც მსგავსი ერქვა 9 წელი და აქ იყო ესე პორტრეტები გვარამია სააკაშვილი მელია თუ არ ვცდები ხოშტარიაც შესაძლოა ვცდები ხაზარაძე მგონი გახარიაც არ მეშლება მიახატეს და ასე შემდეგ და აქ იყო რაღაც სისხლის წვეთები ეს გაცილებით უარესი თუ მართებული სიტყვა ზნეობრივი ან უფრო მართებული სიტყვა ალბათ მორალური დანაშაული არის ქართული საზოგადოების წინაშე იმიტომ რომ შენ ფსიქოლოგიურად ზემოქმედებ ამ მრჩევლებზე და ამ მრჩევლებს ასეთი სიზულვილის კამპანიით წარმოებით სწორედ სიზულვილს უღვივებ ამ შემთხვევაში ამ პოლიტიკოსების მიმართ ხო ეს გაცილებით უარესია და თუ ეს იმსახურებდა ელენე ხოშტარია ის იმსახურებდა წელიწად ნახევარს ამის მარტო ამის გამო ამის მომფიქრებელის და გამკვრელის გადაწყვეტილების მიღების და ივანიშვილი მარტო ამის გამო იმსახურებს ამ ლოგიკით კვლავ მიმეორებ 15 წელიწადს ახლა შეეხება ელენე ხოშტარიას მე არავის ციხეში წასვლა არ მიხარია თუმცა ჩვენ ყველანი ზრდასრული ადამიანები ვართ პატარა ბავშვები არ ვართ და ყველა ჩვენს გადადგმულ ნაბიჯზე და გადაწყვეტილებაზე თავად ვიღებთ გადაწყვეტილებას გავდმე ელენეს ხოშტარიას ჰქონდა შესაძლებლობა გადაეხადა გირაო ეღიარებინა ის რაც გააფუჭა რა გააფუჭა დაწერა ბანერზე სიტყვა მეტი არაფერი ქართული ოცნების ამომრჩეველს მიმართაო საბოლოო ჯამში და სხვას არც არავის რა გააკეთა ელენე ხოშტარია ხვალ რომ მოვიდეს ხონერთ ვიტყვი ხვალ რომ მოვიდეს და უთუოდ მოვა როცა იქნება ხელისუფლება სხვა გვარი და კახა კალაძე მან მისმა ეგრეთ წოდებულმა შისწორკა მაჭავარიანმა საარჩევნო შტაბის უფროსი ვინც იყო და დეპუტატად წოდებული ვინც არის და რომლის გვარი კიდევ ამახსოვრდა გულახდილად გეტყვით ლევანი ქვია თუ არ ვცდები მახაშვილის გვარის საგანგანცხოვებით რომ დაწეროს ელენე ხოშტარიას ბანერზე ფლომასტერით თუ მარკერით რამე მაგალითად რაღაც სისხლიანი ელენე ხოშტარია ამის გამო მაჭავარიანი ან კალაძე უკვე ხვალ ჩვენ საპატიმროში უნდა გავუშვათ ახლა დაუბრუნდებით კითხვას ფიქრობს თუ ფიქრობდა თუ არა და ფიქრობს თუ არა ელენე ხოშტარია საკუთარ შვილებზე 4 შვილის დედა და აქ შვილების რაოდენობაზეც არ არის ლაპარაკი ერთი შვილი რომ ხავდეს ერთი შვილი და 4-ჯერ ნაკლებად კი არ განიცდის დედის გვერდში არ ყოფნას მოცემულ ეტაპზე დღეიდან და კიდე დაახლოებით 1 წლის განმავლობაში თუ საპატიმრო ვადაში ჩაეთვლება რამდენადაც ხვდები ის დრო როცა ელენე ხოშტარია ზის აპერიონის განმავლობაში ზის საპატიმროში თუნდაც წინასწარი დაკავების საკითხში თუ რომელი ხას იზოლატორში ამიტომ შვილების რაოდენობას არ აქვს ხა პრინციპული მნიშვნელობა როგორ გონიათ ფიქრობდა თუ არა ელენე ლაკა მათზე რასაკვირველია ფიქრობდა მაგრამ ელენე ლაკამ მიიღო ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად შეგნებულად რომ მიიღო ამის დასტური არის შემდეგი და მე წაგიკითხავთ თქვენის ნებართვით ელენეს თუ არ ვცდები 2 დღის წინ გამოქვეყნებულ პოსტს სოციალურ ქსელ Facebook-ზე, როდესაც რუსულ რეჟიმს ებძვი კალაძეს მახაშვილს და პირველ ყოვლისა ბიძინა ივანიშვილს. არ აღიარებდა გესმის რა ბრძოლაშიც ხარ, გასაოცარი უპასუხისმგებლოც კი იქნებოდა არ იყო მზად მთელი რიგი დისკომფორტისათვის და ცხადია ნებისმიერისათვის და მოგილობთ გენდერისას კესისა. ხო, დისკომფორტია საპატიმროში ყოფნა, მაგრამ ლაკა წავიდა შეგნებულად ამ ნაბიჯით, რომ დედაც და მამაც ორივე ასაკში შესული, გოგი პირველ ყოვლისა, როგორც უფრო ასაკში შესული და მეუღლე და შვილები, რასაკვირველია მას ენატრება. ახლა კალაძე ზრდის
საკუთარ შვილებს ბოდიშის მომხდელებად, კონფორმისტებად და მხოლოდ კალაძე, არამედ მთელი სახელმწიფო და ელიტა ზრდის საკუთარივე შვილებს, რამდენიც ყავთ, ჭამში, არ ვიცი, 200, 300 ბავშვი, ზრდიან ისინი თავის დამხრელებად, ერთი კონკრეტული ბატონისათვის, მომავალი ბატონისათვის, ან რუსეთისათვის. ისინი იმიტომ, ეხლა რასახსენებელია, ისინი იმიტომ ირიბად ვერ იტანენ გიორგი ანწუხელიძეს, რომ გიორგი ანწუხელიძემ, ცხადია, უფრო მასშტაბური საქციელი ჩაიდინა, გააკეთა ვიდრე ლაკა არ მიწყեց, ამას რო ვამბობ, მაგრამ გიორგი ანწუხელიძე პირველი მაგალითია, ან ერთ-ერთი მთავარი მაგალითია თავის არ დახრის. ისინი გასეუბნებიან საკუთარ შვილებს, დახარეთ თავი უფროსთან. ამ შემთხვევაში, ერთ შემთხვევაში მოსამართლესთან, მეორე შემთხვევაში სახელმწიფოსთან, ზოგადად მესამე შემთხვევაში ბიზინა ივანიშვილთან, მეოთხე შემთხვევაში რუსეთთან, მეხუთე შემთხვევაში ვიღაც მონსტრებთან და ასე შემდეგ. ასე თავდახრილება და ღირსება აყრილებმა ვიაროთ და ბავშვებს ელენე ხოშტარია, თუმთლად გულახდილები ვიქნებით, სწორედაც რომ ელენე ხოშტარია ასწავლის იმას, როგორი უნდა იყოს ადამიანი, როგორ უნდა იყოს ქალი, მოდი ასე ვიტყვი, როგორი პასუხისმგებლიანი იყოს ეს შეუდრეკელობა ელენე ხოშტარიასი, მოუდრეკელობა ელენე ხოშტარიასი, გაცილებით დიდი აღზრდა შვილებისა, გაცილებით მიუხედავად რომ ვერ ნახულობს შვილებს და ვერ ნახავს კიდევ გარკვეული პერიოდი, გაცილებით დიდი აღზრდა, ვიდრე ფოჩიანი კამფეტები, რომლებსაც უხვად დაურიგებენ ხოლმე ქართული ოცნების წარმომადგენელი მშობლები საკუთარივე შვილებს. უპასუხისმგებლობაც კი იქნებოდა, არ იყო მზად მთელი რიგი დისკომფორტისათვის, ამბობს ელენე. ამ ფონზეც კი სრულიად გულწრფელად, შეულამაზებლად მინდა გითხრათ, სასაცილოდაც არ ყოფნის ბიზინა ივანიშვილს რომ მგონია, რომ დამსაჯა. ვიღაცა მოფლიც მოიწმინდა, ერთი საკითხი მოვაგვარეთო, დავსაჯეთო. მეგობრებო, ჩემთვის სასჯელი იქნებოდა, ნახეთ, ეს არის ალბათ სწორი ამბავი, იმიტომ რომ ელენე, ხა ასე ვიტყვი თქვენის ნებართვით, ელენე არ ეკუთვნის საკუთარ სხეულს და საკუთარ თავს, მოდი უფრო კარგად რომ აღვხსნათ, ის არც მხოლოდ შვილებისთვის ამგვარ მისია დაკისრებული დედაა, ხო, ცხადია, ყველა შვილს ენატრება დედა და ყველა დედას ენატრება შვილები, აი განშორებულები რო არიან, დედა რო საბერძნეთშია და იქ მუშაობს და შვილები რო აქ არიან, მათაც ერთმანეთი ასაკვირველი ენატრებათ ნებისმიერ ასაკში. ჩემ მეგობარს ამერიკაში ხავს დედა, ბოლო რა ვიცი 10 წელიწადია დაახლოებით და ტელეფონით ეკონტაქტება ყოველდღიურად და უნდა ენატრებოდეს დედას შვილი და შვილს დედა. ასაკვირველია, შვილები იმ კალბატონს მანანას მივესალმი მან დედას, შვილთა შვილიც კი ხავს, შვილთა შვილებიც კი ხავს, რომ ვიცოდეთ მაინც. და არც უნახავს ზოგი მათგანი. სატელეფონო ჩართვით ჩემი მარიამის შვილზე ვლაპარაკობ პირველ ყოვლისა, ჩემთვის უზვირფასეს. ხო, და არ უნახავს, მაგრამ ეს მონატრების გზნობა არსებობს, მაგრამ მისია ლაკასი რო დაუბრუნდე, არის ის, რომ ის მხოლოდ შვილებს, მხოლოდ მშობლებს, მხოლოდ ოჯახს, მხოლოდ ვიწრო საზოგადოებას, მხოლოდ მიწროვან ფართო სამეგობროს აღარ ეკუთვნის ლაკა. მან აიღო საკუთარ თავზე ის მისია აბსოლუტურად შეგნებულად, რა მისიას უნდა შეასრულოს, რა პაწა აგურიც უნდა დადოს ამ ქვეყნის განთავისუფლების ამბავსა თუ პროცესში. მეგობრებო, ჩემთვის სასჯელი იქნებოდა, შემშინებოდა და შევრიგებოდი რუსებს. აი ამას ასწავლის ლაკა საკუთარ შვილებს. აი ბავშვებო, არც ერთ მათგანს არ ვიცნობ, შევდა სამწუხაროდ. თუმცა ბატონ გოგის ვიცნობ და ირინას ვიცნობ, ლაკას ხო ვიცნობ და მე საამაყოთ არ გაქვთ საქმე, ესე უნდა გითხრათ. დამოუკიდებლად იმისა, ვინმე დამავიწყდა გვარი უკაცის, ვინმე ის მახაშვილი რას ამბობს, ხო, ან კალაძე რას ამბობს. არა, თქვენ საამაყო დედა გყავთ, თქვენ გყავთ დედა, რომელიც როცა გამოვა საპატიმროდან და რომელსაც ჩაეხუტებით მას და როცა მოეფერებით, თქვენ არ ვიცი მეოთხე თუ მეხუთე სიტყვა უნდა უთხრათ ამგვარი, ჩემი აზრით ცხადია, რომ ჩვენ ვამაყობთ დედა შენ რომ ასეთი არ ყოფილიყავი, ჩვენ ვერ ვიქნებოდით ისეთი უდრეკები, როგორებიც არიან ეს ბავშვები. მონატრებულები, კახა კალაძე და მისი მეუღლე ამას ვერ გაიგებენ. მიხეილ ყაველაშვილი და მისი მეუღლე ამას ვერ გაიგებენ. თეა წულუკიანი და მისი მეუღლე ვერ გაიგებენ. სხვები ამას ვერ გაიგებენ. ან ნაკლებად გაიგებენ, ან გაიგებენ და არ აღიარებენ.
მართლაც მეცინება მათზე, ვისაც ციხეს ასჯელიან ბრძოლის შენელება ჰგონია. ლიაკას და სხვათა გაუტეხელობაზე არის დამოკიდებული ჩვენი გამარჯვება. მათ შორის ამაზეც მოდი ასე ვიტყვი. გადავახტი მისი ვრცელი სტატუსიდან რამდენიმე აბზაცს და ვიტყვი ასე, ნახეთ რას წერს ბოლო აბზაცი ალბათ უფრო საინტერესოა. მადლობა ციხის ადმინისტრაციას. აი ქართული ოცნების მახაშვილებისაგან განსხვავებით ადამიანები რომლებიც საპატიმროში არიან სადაც კალაძეები ნახევარი წუთიც ვერ ნახევარი საათიც ვერ გაძლევდნენ ადამიანებს ამ შემთხვევაში ლაკას აი ამგვარი მადლობები და სულგრძელობები და ფართო თვალსაწიერით საკითხებისადმი გახედვა არ ავიწყდებათ და შეუძლიათ და მადლობა ციხის ადმინისტრაციას ვაკი ამას ამბობს არ ბოროტდებიან ადამიანები ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და აი შვილებს ლაკასი ან ნებისმიერი პატიმრისა ვინც ახლა საპატიმროშია და ცხადია სხვა მშობლებიც არიან თქვენ საამაყო მშობლები გყავთ თქვენ დისიდენტი აი თანამედროვე დისიდენტი ეს ხო არ არის გასული საუკუნის 70-იანი ან 80-იანი წლები თქვენ დისიდენტი თავისუფლებისათვის და სამართლიანობისთვის მებრძოლი მშობლები გყავთ რომლებზეც იქნება დამყნობილი და კიდევ ბევრზე ეგრა მაგის პასუხი მაგრამ მაინც ხო დამყნობილი იქნება საქართველოს მომავალი სახელმწიფო ამის თქმა მინდა თორე ყველას ენატრება შვილი და ყველას ენატრება მშობელი რაღა ის ქელტანიანია მაინც ეფხის ტყაოსანი ვასილ მაღლაფერიძეს მოუწოდებ რომ ახაშვილს ლიგა ავარჯიშოს, წავარჯიშოს, მაგალითად ავთანდილის ანდერძში. არც ეს არის პატარა, მაგრამ 3 თვე მე მგონი ეყოფათ იმისთვის, რომ ახაშვილი კარგად მოამზადონ და მომზადებული ახაშვილი წარსდგეს საზოგადოების წინაშე, თუ გამოცდა არ უნდა მაინც და მაინც ვიდეო ბლოგით რა გავიგე ავთანდილის ანდერძიდან აი ეს იყოს მოკლე შინაარსი იმიტომ რომ მაინც ხა მთელი ეფხისტყაოსნის გაგება ალბათ რთული იქნება კიდევ არის ესეთი პროზად გარდაქმნილი ვასიკოს კითხეთ კარგად იცის მან რას მოგვითხრობს ეფხისტყაოსანი ვასიკოს კითხეთ და ის იქნება და მან მიგითითოთ კი არა მხოლოდ მიგითითოთ არამედ გითხრათ რომ არამედ გადმოგცეთ მამია ებრალიძის ეს პროზად მოთხრობილი ეფხისტყაოსანი ეკნება ვასიკოს უთუოდ გიგინეიშვილი ლევანსაც იქნება და მურღულია გიასაც მახაშვილი დავიმახსოვროთ ინგა მახაშვილი ამამახსოვრებინით როგორმე ლევან მახაშვილი